დიდი ალბათობით უახლოეს 10 წლეულებში, 2-3-4 წლეულში მნიშვნელოვანი რაოდენობა მყინვარების, განსაკუთრებით პატარა მყინვარებზე საუბარი უნდა ველოდოთ, რომ მთლიანად გაქრება კავკასიონზე და არა მხოლოდ აღმოსავლეთ მონაკვეთში. კავკასიონის მყინვარები 46%-ით არის შემცირებული, რაც ძალიან დიდი ციფრია, მიუხედავად იმისა, რომ 200 წლიანი პერიოდია, ისტორიულ ჭრილში შეიძლება ეს იყოს დიდი პერიოდი, მაგრამ გეოლოგიური თვალსაზრისით 200 წელი მაინც ცოტაა და 200 წლის განმავლობაში ამ პროცენტული რაოდენობით დნობა ძალიან მაღალი მაჩვენებელია. თოვლი, რადგან წარმოადგენს მყინვარის მნიშვნელოვან საკვებ მარაგს, შესაბამისად თოვლის საფარის შემცირება პირდაპირ აისახება უარყოფითად მყინვარების კვებით რეჟიმზე და ხდება მათი შემცირება. ამას ემატება ტემპერატურის მატება, რაც პირდაპირ ასევე აისახება უარყოფითად დნობის ინტენსივობის მატებას. გარდა მაგისა, ჩვენ გავაკეთეთ თოვლის ხაზის რეკონსტრუქცია ამ 200 წლის განმავლობაში სხვადასხვა პერიოდების მიხედვით. რამაც აჩვენა, რომ ტემპერატურის მატება არის 1.1 გრადუსი 1820 წლებიდან 2020 წლამდე პერიოდში. ამით აიხსნება სწორედ მყინვარების ეს მომატებული დნობა, გაზრდილი დნობის ინტენსივობა, რაც შეიძლება იყოს რეკორდული მაჩვენებელი ამ მოკლე პერიოდისთვის. გარდა იმისა, რომ მყინვარები ფართობში მცირდება და სიგრძეში იკლებს მათი მასაც. ჩვენი ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ მთლიან კავკასიონის მყინვარებმა 11 კილომეტრი-კუბი ყინულის მასა დაკარგა. ეს არის კოლოსალური რაოდენობის ყინული და წყალის ეკვივალენტში რო გადავიყვანოთ რამდენიმე 1000 ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის ტოლფასია. ინსტრუმენტალური და კორელაციის შედეგად გამოთვლილი ტემპერატურების საფუძველზე უფრო მოკლევადიან ჭრილშიც გავაკეთეთ ეს კვლევა, რამაც აჩვენა, რომ დაახლოებით 1990-იანი 2000-იანი წლებიდან ტემპერატურის მატება ყველანაირ, ესე იგი, რეკორდს ხსნის. საჰარის უდაბნოს მტვერის დალექვა მოხდა კავკასიონის მყინვარებზე. ეს იყო 3 სხვადასხვა ეპიზოდი ბოლო 15 წლის განმავლობაში და ვიცით, რომ ეს საჰარის მტვერი შესაბამის მუქი შეფერილობით თუ მოხდა ისე, რომ თოვლის ზედაპირზე დაილექა, ამ ზრდის მზისხიების შთანთქმის პროცესს, რადგან იღებს მუქ შეფერილობას და დნობის ტენდენციას უფრო აჩქარებს. ზოგიერთი დიდი მყინვარის პერიგლაციალურ ზონაში, ანუ მყინვარის ემის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩნდება ტბები. ბოლო წლების განმავლობაში ეს განაპირობებს ამას შესაბამისი რელიეფის არსებობა, ასევე დნობის მაღალი ინტენსივობა და უკვე ეს ტბები მყინვარების ენის წინ კიდევ უფრო აჩქარებს ყინულის დნობის ინტენსივობას და სწორედ ამიტომა, რომ თითქმის გაორმაგებული და გასამაგებული მყინვარების უკან დახევა გვაქვს ბოლო 10 წლის პერიოდში. პირველ რიგში, რადგან მყინვარები მტკნარი წყლის მარაგია, მდინარეულ ჩამონადენზე ექნება გავლენა, ფიზიკურად აღარ ექნებათ მყინვარებს იმდენი რესურსი, რამდენიც თქვათ ჰქონდათ 20-30 ან 50 წლის წინ. ამას უნდა შევეგუოთ. გარდა მაგისა, შეიცვლება, რა თქმა უნდა, გარემო, რადგან მყინვარი თავის მიკროკლიმატს ქმნის, გავლენას მოახდენს ადგილობრივ ეკოსისტემებზე, მცენარეულ საფარზე, რაც ყველაზე საყურადღებოა. მყინვარების დნობის პარალელურად სტიქიური პროცესები გააქტიურდება, ეს იქნება კლდოვან-ყინულოვანი ზღვები, გლაციალური ღვარცოფები. ორივე სახის შემთხვევით ჩვენ გვქონდა ბოლო წლებში საქართველოში დაწყებული დევდორატიდან. იყო სვანეთში ეს სტიქი 2019 წელს ოქრილაზე, მესტიაში, შემდეგ მესტია-ჭალაზე და ბოლოს შოვი იყო ამის ყველაზე საშინელი გამოვლინება.
ყველაზე ცხელი წერტილები ეს არის სვანეთიდან დაწყებული ლეხსირის მყინვარი. მეორე ცხელი წერტილი ეს შეიძლება იყოს წანერის ხეობა და მყინვარი, რომელიც სიდიდით მეორე დიდი მყინვარი იყო საქართველოსი. ასევე ცხელი წერტილი არის რაჭაში, სწორედ იქ სადაც შოვის სტიქია მოხდა 2 წლის წინ და ასევე არის მყინვარწვერის რეგიონი, მასივი, ეს არის დევდორაკის მყინვარი განსაკუთრებით, რომელიც ისტორიულადაც გამოირჩეოდა ამ მყინვარული სტიქიებით. ძნელი სათქმელია, რომ კონკრეტულად როდის სად მოხდება. ესე ადვილი არ არის, ამიტომ ჩვენ ამასთან ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ შვეიცარიაში შემთხვევით დაიჭირეს იქ ეს პროცესი, ამ წინასწარ მოასწრეს გაყვანა. Swiss town was buried after part of a glacier broke off and came sliding down a mountain in the Alps. ისეთი რაღაცა, როგორც მიწისძვრას ვერ პროგნოზირებას ვერ გავუკეთებ, ესე მყინვარულ სტიქიასაც შეიძლება წითელ ზონაში შეიყვანო, ეს სხვა თემაა და ამ ხრივ რო სამუშაოები ჩასატარებელია, მაგრამ აი კონკრეტულად ხვალ აქ ხვარცოფი გამოვა, მაგას ვერავინ ვერ იტყვის. მე როგორც მეცნიერი, შემიძლია ვთქვა ის, რომ ეს სტიქიები გააქტიურდება და მერე უკვე ეს პრევენციული ღონისძიებები რა კონკრეტულად რა უნდა გატარდეს, იქ უკვე ჩემ კომპეტენციას ცდება და ამაზე ახლა ალბათ სამინისტროები და შესაბამისი ორგანოები უნდა ზრუნავდნენ. მსგავსი სახის სტიქიებს სამწუხაროდ უნდა ველოდოთ მაღალმთიან რეგიონებში და მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ადაპტაციის და პრევენციის ღონისძიებები. ილიას უნივერსიტეტში აკადემიურ პოზიციას ვიკავებ და გვაქვს პატარა გლაციოლოგიური ჯგუფი, რომელშიც ძირითადად რამდენიმე სტუდენტი და რამდენიმე აკადემიური პერსონალია გაერთიანებული და ამ მიმართულების კვლევებს ჩვენ ვატარებთ კავკასიონზე. ჩვენი კონკრეტული მიზანია, რომ საქართველოში გლაციოლოგიური კვლევები ტარდებოდეს ამ თანამედროვე მეთოდების, ტექნოლოგიების გამოყენებით, ისეთი როგორიც არის დისტანციური ზონდირება, ფოტოგრამეტრია, ასევე ძველი გამყინვარების დათარიღება, კოსმოგენური ნაფენების დათარიღებით, მყინვარების და კლიმატის მოდელირება და რეკონსტრუქცია, ასევე გვაქვს კონკრეტული გეგმები და რამდენიმე მიმდინარე პროექტი და იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ რამდენიმე პროექტს მივიღებთ, როგორც საერთაშორისო, ისევე ადგილობრივი მასშტაბის, რომ ეს ამ მიმართულების კვლევები საქართველოში კიდევ უფრო განვითარდეს და გლაციოლოგიური კვლევები იყოს საერთაშორისო კვლევებთან გათანაბრებული.